კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ვრცელი ადგილი დაუთმო სექსუალურ უმცირესობებზე საუბარს. ეპისტოლეში, რომელიც ამბიონიდან არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა, ნათქვამი იყო, რომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიჩნეული უმცირესობის წარმომადგენლები სინამდვილეში პრივილეგირებულნი არიან. დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისათვის მკვეთრად უარყოფით იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლად სახელდებიან. მათ აქვს პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათი მიზნების განხორციელებისთვის ხდება კანონმდებლობის შეცვლა და სხვა. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა. საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია. კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალურ უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრებას და ერთსესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლებას მიან მინიჭების საშუალება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც ფაქტიურად ნივთად აღწევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია. პატრიარქის ეპისტოლეზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღშფოთება გამოთქვეს. ტაბულასთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ პატრიარქი დისკრიმინაციას აღრმავებს. იმ ქვეყანაში, სადაც პატრიარქი იმსახურებს 95%-ზე მეტი პროცენტის მოსახლეობის ნდობას, ძალიან სახიფათო არის ასეთი განცხადებების გაკეთება. მაშინ, როდესაც ერთ სოციალური ჯგუფს მაღლა ვაყენებთ მეორე სოციალურ ჯგუფზე. იქ, სადაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, მე ვგულისხმობ LGBT ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაული, არის პრობლემა და არა პირიქით LGBT ადამიანების მხრიდან რაიმე მოქმედება ჰეტეროსექსუალთა მიმართ. ძალიან ალოგიკური და აბსურდული განაცხადება გააკეთა პატრიარქმა. მგონია, რომ პირიქით მან თავისი ასეთი გამოთქმებით და გამონათქვამებით პირიქით თვითონ ახდენს დისკრედიტაციას ეკლესიის, როდესაც უგულებელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს ადამიანის და არ გმობს ძალადობას, რომელიც ქრისტეს სახელით იწარმოება. პროგნოზირებადი იყო ნამდვილად, რომ პატრიარქი ერთ-ერთ სიტყვას მაინც იტყოდა LGBT მოქალაქეებს, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენს, რომ ამხელა დროს დაუთმობდა და ასეთი ვთქვათ ბოღმით და ღვარძლით მოიხსენიებდა ყველა იმ ადამიანს, ვინც არის LGBT ან უბრალოდ იცავს მათ უფლებებს და ასე შემდეგ. კათალიკოს პატრიარქის ეს განცხადება საკმაოდ სერიოზული არის და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ის სოციალურ ფენებს შორის აღვივებს შუღლს